მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმაგი ბრუნდებით, ტრადიციულად ხუთშაბათობით. მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ, წელს ეს ბოლო გადაცემა არის 2018 წელს. შემდეგ უკვე 2019 წელში შევხვდებით, ამიტომ წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა, ახალი წელი, ბედნიერება გისურვოთ და უკეთესი იყოს 2019 წელი მეტი პოზიტივით, მეტი წინსვლით და წარმატებით ყველასთვის. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ საუბარს ახალგაზრდობაზე, ძალიან ესე პოზიტიურ ნოტაზეც რომ დავასრულოთ ეს წელი და რაღაც იმედით და მომავალში უკეთესობის და გაუმჯობესების კუთხით. და ამიტომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ლიკა ტორიკაშვილი, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. მოგესალმები ლიკა, მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის. შენ ალბათ მეხუთე ახალგაზრდობის წარმომადგენელი იქნები ჩემს საწამყვანო გამოცდილებაში, ჩემი მეხუთე სტუმარი ამ სტატუსით. ეს ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, რომ ეს პოზიცია არსებობს და აქტიურად განაგრძობთ ახალგაზრდობის საკითხების გაჟღერებას და ხართ ერთგვარი შუამავალი ახალგაზრდებს და რაღაც უფრო დიდ ტრიბუნებს შორის. და ამიტომ გვინდა რომ ჯერ დაიწყოთ ამ პოზიციის ზოგადი მიმოხილვით და რა საქმიანობთ და ზუსტად რა საკეთებთ. ესმა მინდა მივესალმო მეც მაყურებელს და დიდი მადლობა გადაგიხადო მოწვევისთვის. ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, შენ როგორც ახსენე, რიგით მე-7 წარმომადგენელი ვარ, 2012 წლიდან ტარდება ეს მანდატი, განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მიერ, ადრე ეს იყო სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. თავარი აზრი ამ მანდატის არის ის, რომ ახალგაზრდების ხმა უნდა გაჟღერდეს საერთაშორისო ტრიბუნაზე გაეროში. ახალგაზრდებთან შეხვედრები უნდა ჩატარდეს მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩემი როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენლის მისია ეს არის შეხვედრები ახალგაზრდებთან, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა ახალგაზრდებისთვის, მათი პრობლემების მოსმენა, ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოსმენა და შემდგომ უკვე მათი ხმის დაკავშირება გადაწყვეტილების მიღებ პირებთან და გაეროსთან, გაეროს სხვადასხვა ოფისებთან. გაეროს რეზოლუცია 2250 ახსენებს ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესებში და ზუსტად ამ რეზოლუციის თანახმად და ეს რეზოლუცია იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი, რატომაც გაერომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციების წარმომადგენლობაში იყოს ახალგაზრდა, რომელიც თავისი ქვეყნის დელეგაციაში ისაუბრებს, დელეგაციის სახელით ისაუბრებს თავისი ქვეყნის ახალგაზრდების პრობლემებს. და რამდენად დამოუკიდებელი ხარ, ასე ვთქვათ, დელეგაციისგან, თუ პრაქტიკულად მისი შემადგენელი ნაწილი ხარ და ჩვეულებრივად იქაური იერარქიის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი წევრი? იცი, აი, კარგი კითხვაა, დამოუკიდებელი ხარ, იმიტომ რომ ახალგაზრდა ხარ და არ ხარ მიჯაჭვული რაღაც იდეოლოგიას, ანუ სრულიად თავისუფლად შეგიძლია და ღიად ისაუბრო იმ რეალურ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც არსებობს შენ საზოგადოებაში. და ეს არის ძალიან კარგი დამოუკიდებლობა ამ პოზიციაში, ამ მანდატის. მოდი მაშინ უფრო ვკითხავ, რა მოისმინე ქართველი ახალგაზრდებისგან დაახლოებით უკვე რამდენიმე თვეა ამ პოზიციაზე ხარ, რა გამოწვევების შესახებ მოისმინე ძირითადად, რა პრობლემები გესმის? როგორც ვახსენე, ეროვნული ტური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მანდატის, ან რეგიონის შეხვედრა, ახალგაზრდებთან შეხვედრა. სამწუხაროდ მანდატის მიღების შესახებ ცოტა გვიან მაცნობეს, ეს იყო სექტემბერი, ანუ გენერალური ასამბლეა იწყებოდა და მოგეხსენებათ ახალგაზრდობის წარმომადგენელი გენერალურ ასამბლეაზეც გამოდის სიტყვით, როგორც დელეგაციის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ მომიწია გამგზავრება ისე, რომ ვერ მოვახერხე ბევრ რეგიონში ჩასვლა და ახალგაზრდებთან შეხვედრა. ამიტომ გეგმა ასეთი იყო, რომ ჩამოსვლისთანავე მოვაწყობდი ამ შეხვედრებს. ვიყავი უკვე კახეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შიდა ქართლის რეგიონში, შევხვდი ახალგაზრდებს სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ძირითადი პრობლემა, რაც ყოველთვის მესმის,
პირველი არის უიმედობა, ანუ ახალგაზრდებს არ ესმით რატომ, რისთვის განათლება კარგი მივიღე, მე რას ვუშვები ამ განათლებას, რისი მიღწევა შემიძლია იმ დიპლომით, რომელსაც მე მივიღებ. პირველი პრობლემა არის ეს, მეორე ჩვენ არ გვისმენენ, ანუ არის ასეთი მიდგომა ზოგადად ჩვენს სახელმწიფოში, რომ ახალგაზრდები არ არიან გამოცდილებით, მათ ბევრი საკითხი არ ესმით, ამიტომ მათ არ უსმენენ. ანუ შევამჩნიე ეს აგრესია, ეს ნეგატიური განწყობა ახალგაზრდებში, რომ ჩვენ არ გვისმენენ. და სწორედ ამიტომ მაქვს რაღაც იდეები შემუშავებული, რა შემიძლია გავაკეთოთ ჩემი მანდატის ფარგლებში, რომ ახალგაზრდების ხმა უფრო მივაწვდინოთ ზუსტად გადაწყვეტილების მიღებ პირებს. მოგვისმინონ, მაგრამ მხოლოდ მოსმენას არ არის საკმარისი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც ვისაუბრებთ და ის პრობლემები და პრობლემის გადაჭრის გზები, რასაც ვახსენებთ, მართლაც იყოს put in action. ხო, სადღაც გათვალისწინებული და თუ არა თქვაც ის უარის, რომ დასაბუთებული იყოს, რომ რეალური დიალოგი იყოს. იმისთვის რომ რიგითმა ადამიანმა და არა მარტო ახალგაზრდამ აქ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს და ზოგადად რიგით მოქალაქეებს გვაქვს სამწუხაროდ დღეს ამის პრობლემა, რომ ჩვენი ხმა შეიძლება ვიღაცის ხმა ისმოდეს, ან არ ისმოდეს, თუმცა შემდეგ ძალიან იშვიათად თუ გადაითარგმნება ხოლმე ეს ძალიან კონკრეტულ თქვათ ქმედებაში. ლიკა, აი შენი პერსპექტივა განსაკუთრებით საინტერესო არის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პრინციპში კარგი ხანი აღარ ყოფილხარ და პრაქტიკულად გარეთვალით შეგიძლია შეხედო ქართულ რეალობას. ამიტომაც მოდი ვისაუბროთ შენს ასე ვთქვათ პირად გამოცდილებაზე, ცხოვრებისეულ გზაზე, წარმატებაზე, იმიტომ რომ ოთი საინტერესო არის ადამიანები როგორ აღწევენ რაღაცებს და თქვათ საიდან მოდიან ისინი. როგორც ვიცი, გარკვეული უცხოური განათლება გაქვს მიღებული, ამაზეც რომ გითხრა მეტი. კი, ეს მან 14 წლიდან თვლი რომ დავინახე რომ რაღაც არის შესაძლებელი ჩვენ საზოგადოებაში. თავიდან არ ვიცოდი რა შემიძლია გავაკეთო მე, პატარა ასაკით ძალიან ახალგაზრდა გოგონამ. შემდგომ მეგობრებთან ერთად 14 წლის ასაკში სკოლის მოსწავლეებმა დავაარსეთ მოძრაობა, რომელსაც დავარქვით გაუფერადე სამყარო და მთავარი მიზანი ზუსტად ჩვენი რეალობის გაფერადება იყო და მოხალისეობის პოპულარიზაცია, ვიზიტები ისეთ დაწესებულებებში, სადაც ადამიანებს ფერები, ბედნიერება, პოზიტივი აკლიათ. ეს მოძრაობა ნელა გადაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციად და ზუსტად Paint the World-ის სახელით გავაჟღერეთ უკვე ეს ჩვენი აქტივობები და ჩავიტანეთ ეს მოდელი ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მალაიზია, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკის ქვეყნები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკაც. ძალიან ბოლო წლების განმავლობაში ხშირად მოგზაურობდი ახალგაზრდებთან სხვადასხვა ქვეყნებში, მქონდა ურთიერთობა, ეს იყო ტრენინგები თუ ლექციები თუ მოხალისეობრივი აქტივობები. ამიტომ სწავლობდი ატლანტის კოლეჯში, ბრიტანეთში და ამერიკაში, ბენინგტონის კოლეჯში, სრული დაფინანსებით და ყოველთვის ხაზს უსვამ ამ ფაქტს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სოციო-ეკონომიკურ ბექგრაუნდს, თუ გაქვს მიზანი და თუ გინდა რომ მიაღწიო რაღაცას, აუცილებლად ეს გამოგივა თუ არ გაჩერდები და ბოლომდე იმოქმედებ. და ეს კოლეჯები როგორც მეც სრულად დაფინანსებული ინიციატივებია, ხო? საერთაშორისო. კი, სააპლიკაციო პროცესის გავლის შემთხვევაში გენიჭება შესაძლებლობა გქონდეს გრანტი ან არ გქონდეს ეს გრანტი. ეს და სოფლიოს 20 ქვეყანაშია და როგორც ვიცი, სომხეთშიც არის, ხო ეს სკოლა? კი, არის დილიჟანის კოლეჯი, United World College ქვია ამ კოლეჯების ქსელს და მათი მთავარი მიზანი არის ისეთი ლიდერების აღზრდა, რომლებიც მართლაც SDG generation იქნებიან და იზრუნებენ გარემოზე, ადამიანებზე და არა უბრალოდ ლიდერები იქნებიან, არამედ ლიდერები, რომლებსაც აქვთ ისეთი თვისებები, როგორც არის ემპათიის გრძნობა, სიკეთის გრძნობა, კეთილი ლიდერები, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერება, გულისხმიერება და იზრუნებენ სხვებზე, ღირებულებებზე და მდგრად განვითარებაზე. ზუსტად ეს ჩემს გამოსვლაშიც ვახსენე გაეროში, რომ უბრალოდ ლიდერების თაობა, just having a generation of young leaders is not enough.
გვჭირდება ზუსტად ისეთი მიმართულების აღზრდა ამ ახალგაზრდა ლიდერებში, რომ მართლაც სამყაროს შეცვლა მოუნდათ უკეთესობისკენ. ხო, შინაარსი რომ არ გამოეცალოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ლიდერებს და ასე შემდეგ, რაც ძალიან ხშირად ხო ფორმამ უკვე და ბევრმა ფორმალობამ, ხო, მეტყვი რომ გარემო ძალიან ახდენს გავლენას ზოგადად ცნობიერებაზე და ამ მოწყვეტილმა გარემომ შესაძლოა მართლაც გავლენა მოახდინოს ცნობიერებაზე და რაღაც მოწყვეტა და გაწყვეტა გამოიწვიოს, ხო, გამოეცალოს ერთგვარად შინაარსი იმ თქვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ იმათ მიზნებს თუ ამ მდგრად განვითარების იდეებს და ასე შემდეგ. აი შენ ახსენე შენი გამოსვლა. შენი გამოსვლა განსხვავებული იყო სხვა და წინა წარმოადგენლებისგან. ბევრი პარამეტრით შეიძლება ითქვას და მათ შორის იმითიც რომ არ გიხსენებია საქართველოს-რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. და შესაბამისად არც თქვათ რუსეთის მხარისგან არ ყოფილა გამოხმაურება შენს გამოსვლაზე, რასაც ტრადიციოდ უკვე რამდენიმე წელია გვესმის რომ არის ხოლმე ეს გამოხმაურება. რაღაც შეგნებულად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს კონფლიქტი არ ახსენო თუ უბრალოდ ესე მოხდა და თქვათ რა მიზანს ემსახურებოდა ეს და ესე თქვათ რატომ და რისთვის? კი, ნამდვილად ესმა რუსეთი ხშირად ეხმაურება ჩვენს გამოსვლას აგრესიით და ჩემი გადაწყვეტილება იყო ხაზი გამესვა კიდევ ერთხელ რა ნაბიჯებს დგას საქართველოს აი ამ კონფლიქტურ სიტუაციაში, კონფლიქტურ მდგომარეობაში, რა ნაბიჯებს დგას ჩვენი სახელმწიფო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. სამშვიდობო პოლიტიკა ნაბიჯი უკეთესი მიმალისთვის არის ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მე ვახსენე ჩემს გამოსვლაში და ასევე მე ვახსენე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა შერიგებისთვის, რომელიც ასევე ზუსტად ამას ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შეიძლება აგრესიით საუბარი ამ კონფლიქტზე, მაგრამ მაინც მე ვემხრობი გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც მთავარი გზავნილიც არის ახალგაზრდები ჩართულები უნდა იყვნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მშვიდობაში და ახალგაზრდები დაამყარებენ იმ მშვიდობას, რომელზეც ვსაუბრობთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს მშვიდობა, მაგრამ მე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ახალგაზრდობა, რომ ეს მშვიდობა მივიღოთ. ანუ კონფლიქტის და ოკუპაციის პარადიგმიდან უფრო ნდობის აღდგენის პარადიგმაზე გადაიტანე ყურადღება. საკმაოდ ხშირად მესმის მეც ვიყავი ჩართული ნდობის აღდგენის პროექტებში და ყოველთვის მესმის ხოლმე აფხაზებისგან, რომ გულისწყოჭებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამას მხოლოდ ოკუპაციის ჭრილში განვიხილავთ და მათთან ამ ეთნიკურ კონფლიქტს და მის რაღაც ეთნიკურ საფუძვლებს საერთოდ ვუარყოფთ და ხაზს უსვამთ. თუ იყო ამის შემდეგ, შენი გამოსვლის შემდეგ, რაიმე პოზიტიური გამოხმაურება, თქვათ აფხაზი ახალგაზრდებისგან, ან როგორ ფიქრობ, თუ როგორმე შეიცვალა და რა გავლენა მოახდინა და რა დისკუსია იყო აფხაზეთში აი ამ შენს გამოსვლასთან დაკავშირებით? მე ვაპირებ ახალგაზრდული მოძრაობის შერიგების ფარგლებში შეხვედრებს აფხაზ და რუს ახალგაზრდებთან აუცილებლად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გამოსვლასაც განვიხილავს და ბევრ კიდე სხვა საკითხსაც, რომელიც მნიშვნელოვანია ორივე მხარესთვის. ჯერჯერობით კონკრეტული გამოხმაურება არ ყოფილა რიგი მიზეზების გამო, თუნდაც იმის გამოც, რომ არ გვაქვს უშუალო კონტაქტი, რაც არის ძალიან ცუდი, მაგრამ როგორც ვახსენე, აუცილებლად ვაპირებ მსგავსი შეხვედრის დაგეგმვას და იქ უკვე შევძლებთ ამ საკითხების განხილვას. კი, ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა არსებობს ახლა ონლაინ ფორუმები და სხვადასხვა შესაძლებლობები მე ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ამ საქმეში და იმედია, რომ ამის შესახებ მათ ესე ვთქვათ ინფორმაცია მიიღეს და გარკვეულ ცვლილებას ეს მარცვალი კიდევ ერთი ნაყოფიერ ხედ გარდაიქცევა. ერთი პრობლემა და გამოწვევა, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, არის ის, რომ ჩვენ ნელ-ნელა გაგვიჩნდა განცდა, რომ საერთაშორისო არენიდან ვართ გამქრალი სახელმწიფოები.
ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან იშვიათად მოიხსენიებული არის საერთაშორისო ტრიბუნებზე, ხო, ძირითადად კონცენტრირდებიან ან ყველაზე წარმატებულ მდიდარ გავლენიან სახელმწიფოებზე, ან პირიქით ყველაზე მოწყვლად და ყველაზე გაჭირვებაში მყოფ სახელმწიფოებზე. ან ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ სახელმწიფოებზე, რომლებიც ითვლებიან ყველაზე მოწყვლადებად, ტრადიციულად და კლასიკურად. თუმცა ჩვენს რეგიონზე ნაკლებად ხდება ყურადღების გამახვილება. არადა მაგალითად აფხაზეთის ომის დეტალები რომ წაიკითხო და გაეცნო, იქ როცა რომ არ იყოს მითითებული რომ ეს აფხაზეთია და თქო საქართველო და კავკასია, სახელები და სახელწოდებები რო წაიშალოს, ჩვეულებრივად გაგიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაზე იყოს საუბარი და იქ მიმდინარე მოვლენებზე. რა შეიძლება ჩვენ რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეგიონი დავაბრუნოთ რუკაზე, ან კი არ დავაბრუნოთ, არამედ დავამკვიდროთ მსოფლიო რუკაზე, ასე ვთქვათ. და რამდენად იგრძენი შენ პირადად გაეროში ყოფნის დროს აი ეს თუნდაც ეს ინფორმაციის და ინფორმირებულობის ნაკლებობა და გარკვეული ინტერესის ნაკლებობა ჩვენი რეგიონისადმი. ნუ ვიცით რომ ევროკავშირს აქვს ხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, პროგრამა და მეტი დაინტერესება არის რეგიონულ დონეზე. თუმცა მსოფლიო დონეზე ეს დაინტერესება თანაბრად არ იგრძნობა. რა შეიძლება რომ ჩვენ გავაკეთოთ ამ მიმართულებით? მე კარგად მახსოვს ჩემი ბრიტანეთში სწავლის პერიოდი, როცა ვამბობდი I'm from Georgia და ეგონათ რომ ეს არის შტატი ამერიკაში და მე მიწევდა ახსნა და რუკაზეც ჩვენება რომ არა ეს არის აი აქ ვართ და ჩვენ ვართ. ან რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ან რუსეთის შემადგენელი ნაწილი ძალიან ხშირად. ამ კუთხით ჩემი აზრით, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების ჩამოყვანა აქ საქართველოში მათი უცხოელი ახალგაზრდების გულისხმობ, თუნდაც აი გაეროს სხვა ელჩებს, ვინც მე გავიცანი გენერალურ ასამბლეაზე დასწრების ფარგლებში, თუნდაც ჩვენ მოვიწვიეთ გენერალური მდივნის დესპანი ახალგაზრდულ საკითხებში ქალბატონი ჯაიატმა ვიკრამანია მისი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, მსგავსი ინიციატივები უფრო დაეხმარება იმას, რომ უცხოელებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდებმა უფრო კარგად გაისმენ ჩვენი კულტურა, ჩვენი ღირებულებები და ჩვენ სახელმწიფოში აღნიშნული პრობლემები. მე ჩემს გამოსვლაში პრობლემებს შევეცადე, რომ დამეფიქსირებინა ქართველი ახალგაზრდების ცნობიერება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ანუ ჩემს გამოსვლაში ვახსენე ილონ მასკი, ვახსენე მარსზე გამგზავრების იდეები, ვახსენე ის, რომ საქართველოში დაარსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას მოედო და ქართველმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს ის საქმე, რომელიც ახლა მალაიზიაში და აფრიკაში გაგრძელდა და გავაჟღერე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მინდა რომ იცოდნენ მსოფლიო წარმომადგენლებმა, რომ საქართველოში ვფიქრობთ, საქართველოში გვაწუხებს არა მხოლოდ ჩვენი ლოკალური, ასე ვთქვათ, პირადი კონფლიქტები, არამედ გლობალური პროცესებიც კი. კი, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურ საგარეო პოლიტიკაზე, ასე ვთქვათ, გადასვლა და რაღაცის შემოთავაზება მსოფლიოსადმი და არა მარტო მუდმივად თავდაცვით რეჟიმში ყოფნა, თუ ჩვენ ალბათ წინსვლა გვინდა სამომავლოდ. და დავამატებდი კიდევ აი SDG generation, ხადი განვითარების მიზნების თაობა ეგრეთ წოდებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავნერგოთ ჩვენ ახალგაზრდებში საქართველოში ზუსტად ეს SDG იდეოლოგია, ის 17 მიზანი, რომელიც გვინდა რომ პლანეტაზე 2030 წლისთვის მივაღწიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ეს აჯენდა 2030 არის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამთავრობო დონეზე ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ზუსტად ამას ემსახურება ჩემი მანდატიც და ყველანაირად ბოდიში გაწყვეტინებ, ყველანაირად ვცდილობ ამ SDG-ების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, მოხალისეობის პოპულარიზაციას, იმიტომ რომ მოხალისეობის კუთხითაც ჩამოვრჩებით ჩვენ სამწუხაროდ ბევრი იმ
განვითარებული ქვეყნისგან, რომელიც ახლა ვახსენეთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ამ კულტურის კიდევ უფრო გაფართოება, კიდევ უფრო გაცნობა ახალგაზრდებისთვის, წახალისება. ძალიან საინტერესო არის ახსენე ეს ქვეყნები, თქვა სხვადასხვა ქვეყნები სადაც გქონია და სადაც გიმოგზაურია. თუ შეგიძლია უფრო მეტი რომ მოგვიყვეს, სად იმოგზაურე და როგორ შეადარებ თქვა იქაურ სიტუაციას რაღაც საქართველოში არსებულს, ხო, როგორც მე ვთქვი, პრინციპში გარე თვალით შეგიძლია რომ რაღაც რეალობა შეაფასო ერთგვარად. ძალიან ხანგრძლივი პერიოდი მომიწია უელსის სამეფოში ცხოვრება დიდ ბრიტანეთში. ეს არის უფრო განვითარებული ქვეყანა და აქ ახალგაზრდული საკითხები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად არის წინ წამოწეული, მაგრამ ამავდროულად შემიძლია პარალელი გავავლო სვაზილენდის სამეფოსთან, სადაც ახალგაზრდული პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს, სადაც ახალგაზრდა გოგონები სკოლაში ვერ დადიან. ეს არის ორი რაღაც უკიდურესი მაგალითი რა შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესოა რომ ქართველი დადის საკმაოდ იშვიათობა რომ ქართველი ახალგაზრდები როცა გადიან რაღაც ევროკავშირის და ევროპის ფარგლებს გარეთ და თუ შეგიძლია ასევე რომ დაასახელოს პროგრამები რომლებითაც თქვათ შენ წახვედი და რომლებიც შეიძლება რომ ქართველი ახალგაზრდა ასევე გაიმგზავროს და იმოხალისოს და ცოტა ამ გამოცდილებაზე რომ ითხრა უფრო მეტი. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ყოველთვის პირადი ინტერესი, ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდება ჩვენს ქვეყნის გარეთ. ბავშვობაში მქონდა უცნება მოგზაურობის, მაგრამ საშუალება სამწუხაროდ არ იყო. და ნელა როგორც გითხარით, ეს Paint the World ჩვენი ორგანიზაცია ვითარდებოდა, გავიცანით უცხოელი მეგობრები, რომლებსაც ჰქონდათ იდეა დაიარსებინათ ფილიალები თავის ქვეყნებში და ზუსტად აი ამ პროექტების ფარგლებში მიწევდა მოგზაურობა ჩემს ქართულ მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნებში. ეს იყო სრულიად ჩვენი ინიციატივა, ანუ გაეროს დაფინანსება აქ არანაირი არ იყო. უბრალოდ ვიყავით ახალგაზრდები და ვართ, რომლებსაც გვინდოდა გაფერადება საქართველოსიც და მთელი მსოფლიოს. და რას ხატავით ხოლმე, როგორ აფერადებთ? როგორ ვაფერადით? ეს არის ძირითადად არტ თერაპია, მუსიკალური თერაპია, დავდივართ სხვადასხვა ცენტრებს, დღის ცენტრებსა, საავადმყოფოებსა, ზრუნავმოკლეულ ბავშვთა ცენტრებში, ანუ დიდი სპექტრია, ასე ვთქვათ, დაწესებულებები, სადაც დავდივართ და ჩვენი ინიციატივა არის ასწავლით ხატვას. არა, ეს არის არტ თერაპია, ანუ ეს არის კლოუნადა, ეს არის მუსიკით თერაპია, ანუ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ამ ბავშვებთან ერთად და მოზარდებთან ერთად სიმღერა, ან ხატვა, ან ცეკვა, ან სხვადასხვა მიმართულებით არტ თერაპია, ასე ვთქვათ. ასევე ხანდახან ეს არის ხატვა, დავუშვათ აფრიკის ქვეყანაში, სვაზილენდის სამეფოში, ერთ-ერთ სოფელში მოვხატეთ, გავაფერადეთ რეალურად სოფელი, რომელიც იყო ძალიან შავ-თეთრი, სადაც სახლები არის ნახევრად დანგრეული. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, მაგრამ ხანდახან ჰუმანიტარული დახმარების საშუალება არ არის. და ამიტომ უბრალოდ გაფერადება და უბრალოდ რაღაც პოზიტივის შეტანა ამ სოფლებსა თუ მოწყვლად დასახლებებშიც კი ცვლის რაღაცას ამ ადამიანების ცხოვრებაში და ცხოვრები მოსახლეების ჩვენთან ერთად გამოვიდნენ, იმღერეს, იცეკვეს, იხალისეს, გააფერადეს. ეს არის პოზიტივი, ეს არის დადებითი გრძნობა, რომელიც მჩნდება ხალხს ამ გაფერადების პროცესში, ასე ვთქვათ, და ჩემი ძალიან ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია ამის წახალისებაც საქართველოში და გაგრძელებაც. და ბევრი იდეა მაქვს და პროექტი ზუსტად იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება გავაფერადოთ ოკუპაციის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვარი? დიახ. თუ ხალხებზე ხა წარმოვიდგინე, ხო, საინტერესო იქნებოდა, ნამდვილად საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ვიცით რომ ევროკავშირს მაგალითად ძალიან ბევრი პროექტი აქვს ახალგაზრდებისთვის ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის კავკასიის ქვეყნებით საქართველოდან თუ არის ესეთი პროგრამები თქვათ გაეროს მიერ შემოთავაზებული რაღაც ან ჩვენი რეგიონისთვის ან ზოგადად ახალგაზრდებისთვის
ძალიან მოკლედ რო ვითხრა. კი, ეს მაინც კითხვა მახსოვს, რომ დავისვი ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმზეც და მე პირადად მივწერე მეილი ჩვენი ახალგაზრდა UN Youth Delegates კოორდინატორს, ქალბატონ მარისას და ველოდები პასუხს, იმიტომ რომ მეც არ ვარ სამწუხაროდ ჩახედული კონკრეტულად რა შესაძლებლობები არსებობს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გარდა, რომ ახალგაზრდები უფრო ჩართულები იყვნენ გაეროს რომელიც ასევე საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით ადმინისტრირდება ეს პროგრამაც. ხო, ეს მეტყველებს ალბათ რაღაც ინფორმირებულობის ნაკლებობაზე და ალბათ გაეროს მხრიდან რაღაც კომუნიკაციის გამოწვევებზე, რაზეც ალბათ სამოვალოდაც იმუშავებენ. ლიკა, ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება, აუცილებლად უნდა გითხო სამომავლო გეგმებზე, როგორც პირად, ასევე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენლის. შენ ახსენე, რომ აი მოვიწვიე დელეგატებიც და გაეროს ახალგაზრდობის დესპანიც. ხომ არ არის რაღაც დაპირებები ჩამოსვლის მათი მხრიდან? კი, არის დაპირებები ჩამოსვლის და გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში ველოდები მათ ვიზიტს და პირადად გავუკეთებ ამას ორგანიზებას. ამასთან ერთად ვგეგმა ეროვნული ტურის გაგრძელებას და ახალგაზრდებთან შეხვედრებს. თუმცა მინდა ვახსენო, რომ მხოლოდ შეხვედრა და მხოლოდ მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა ახალგაზრდებისთვის თვითონ საკმარისი არ არის. ამიტომ თვითონ შეხვედრის ბოლოს ვცდილობ მათთან ერთად დავგეგმო მოხალისეობრივი აქტივობა, რომელშიც ან პირადად ვიღებ ხოლმე მონაწილეობას, ან შემდგომ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, რომ ის საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ, განიხილოს